Დაუბრუნდეთ ახლა საქართველოს კიბოს უფასო პროფილაქტიკური კვლევები და საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება რეგიონებში. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეგიდით მიმდინარე აქცია ამჯერად ახალციხეში გაიმართა. პარალელურად სკრინინგ ცენტრის სამედიცინო პერსონალისგან შემდგარმა მობილურმა გუნდმა სკრინინგის კვლევები ჩაატარა სხვადასხვა ადგილას. წარმატებით გრძელდება კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანია. წლის ბოლომდე დაგეგმილი არის 21 შეხვედრა, საინფორმაციო შეხვედრა და ასევე სკრინინგ აქციები. ჩვენი მიზანია, რომ დამწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა არის სრულად უფასო საქართველოს მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი ჯგუფებისთვის და ვუთხრათ მათ, რომ კიბოს დამარცხების ყველაზე საუკეთესო საშუალებას მისი ადრეული დიაგნოსტიკა წარმოადგენს. ჩვენ პერიოდულად ჩამოვდივართ რეგიონებში მამომობილით, სადაც ხდება ქალბატონების გადაღება 40-დან 70 წლის ჩათვლით. ეს არის ძუძუს სკრინინგი. პარალელურად ხდება გასინჯვა ქალბატონების და საჭიროების შემთხვევაში ეხოსკოპიური კვლევა.